9 აპრილის დარბევა. იყო ეს დარბევა თუ სადამსჯელო სამაგალითო ოპერაცია? რა თქმა უნდა, სადამსჯელო ოპერაცია იყო. დარბევას აქ ამოცანა ხო, ტერიტორია უნდა გაასუფთავო, მოსახლეო მომიტინგეები გავიდნენ და ასე შემდეგ. ხათაშორის კომისიაზე, აი საქართველოს კომისიაზე იქ ერთი ქართველი სამხედრო გამოვიდა. დააჩვენა გეგმა, როგორ ხორციელდებოდა. და ის ამტკიცებდა, რომ გეგმის მთავარი ნაწილი იყო, რომ შიგნით უნდა შეეყარათ ხალხი, ანუ უზენაეს საბჭოს შენობის აღების იმიტაცია უნდა მოხდარიყო. გამიქ მილიცია მივაშკაცა, იმიტომ რომ იქ რომან გვენცაძემდა ჩააყენეს მილიციის კორდონი და დაიწყეს გამოყვანა მოშიმშილეების და არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც იქ მაგ დროს როდიონოვის ხათაშორის, რომელსაც ყველაფერი დაბრალდა მე როდიონოვი არ არის უმაღლესი თანამდებობის პირი, აქ არის ჩამოსული გენერალ-პოლკოვნიკი ზაეცევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ის მხატვრის სახლი იყო იქ წინ და იქ შეხვდა თავის ვიღაცებს, სამხედროებს და მილიცია არ აშვებაო და ამათ უთხრესანი პროწვივნას. ამ ჩვენს წინააღმდეგ არიან და მაგათაც დაწყესო რა და მე მილიციასაც დაწყეს უკვე, იმიტომ რომ მილიციამ არ მისცა საშუალება, რომ ეს იმიტაცია მომხდარიყო შიგნით შეჭრის. მილიციის კორდონები ჩადგა და დაიწყეს ამ ბავშვებს. ქართული მილიცია იყო და რუსული ჯარი პრაქტიკულად.